ბატონო ლალასანისთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ ის რომ მან გუშინ ეკაკოსტელისთან ისაუბრა რომ საკმაოდ მძიმე იყო საუბარი თქვენთან პრეზიდენტობის კანდიდატურასთან დაკავშირებით. Რამდენად არის ეს ორი თემა ერთმანეთთან დაკავშირებული და რა იყო მთავარი მიზეზი რის გამო ეს სტატუსი? პირველი და მთავარი, რაც თავარია, რომ რა ურთიერთობაც ჰქონდა მიალასანიასთან, აბსოლუტურად რჩება და ვინ არჩუნებთ ამ ურთიერთობას. თავრობის თომის შემდგომ, როდესაც ჩვენ ეს საუბარი ჰქონდა საჯაროდ, იმის შემდგომ რამდენჯერმე ვისაუბრეთ მე და ირაკლიმ. იმ გაგებით მოეკიდა ის, რაც მოხდა და მოხდა ის, რომ მოხდა ელემენტარული გაუგებრობა, რაც შეიძლება ნებისმიერ პოლიტიკოსს მოუვიდეს. მან მოახერხა და თავის გუნდში ვიწრო წრეში დაიწყო განხილვა და არა წამოაყენა თავი პრეზიდენტად, დაიწყო განხილვა, რომ შეიძლებოდა თუ არა თქვა და წამოეყენებინა. ეს მოხდა მე ისე როგორც ხდება საქართველოში. ვიწრო ჯგუფში ნათქვამი თვითონმა რამდენიმე კაცს უთხრა, გავიდა ეს და ეს ერევანში მეკითხებოდნენ უკვე ჟურნალისტები, ამით დასრულდა. და კიდევ ერთ სასაცილო ამბავსაც გეტყვით თუ გნებავთ, რომ ჩვენც ახალი პარტია მე მაქვს ხედულობაში ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ჩვენ ვერ მოახერხეთ თავის დროზე პარტიის ჩამოყალიბება რეგიონებში, ძირითადად კოალიციაზე მუშაობდით და გადავერთვით კოალიციურ რეჟიმზე მთლიანად. ეხლა მეორე თვეა ჩვენ დავიწყეთ ჩვენს პროცესი, რომ ელემენტარულად პარტია განვითარდეს და წარმომადგენლობები გქონდეს რეგიონებშიც. რაზეც მე რა თქმა უნდა საბჭოზე განვიხილე კოალიციის ყველანი საქმის კურსში ჩავაყენე, ისიც აუხსენდი, რომ თავმჯდომარე დაბრუნდები, ისიც შემეკითხნენ, რომ თავმჯდომარეობით ესეთი ძლიერი თქვა განვითარებით შეიძლება ჩვენ დავკარგოთ რეიტინგი და ესე შემდგომ და მე ვუთხარი რომ ესეც ზომიერი იქნება. ამ დონეზეც კი აუხსენი მე თვითონ კოალიციას, რომ თავმჯდომარედ გადასვლა ჩემი და რეგიონებში განვითარება იქნება ზომიერი და ეს არ იქნება ისე რომ თქვა ხიბლი დაეკარგოს დანარჩენ პარტიებს. ამასაც უყურებ. და ამ კუთხით მე რო ესეთ ფრთხილად ვექცევოდი ჩვენ საკუთარი პარტიის განვითარებასაც, ნუ იქ ირაკლის პატარა შეცდომა მოუვიდა, რომ საკუთარ გუნდთან დაიწყო განხილვა, ამ გუნდმა ეს ინფორმაცია გაიტანა. მოგახსენეთ უკვე და გავიმეორებ, რომ ერევანში უკვე ჟურნალისტი მეკითხებოდა ამაზე. და აი კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ, თქვათ რა, როგორ სწრაფად გადის და როგორ გებულობენ შიგნით ნათქვამს, თქვათ ერთი კუთხით, როგორ გადის ეს გარეთ. აი ოზურგეთში მაგალითად, ჩვენ როდესაც პარტიულ ორგანიზაციებს რეგიონებში ნერგავთ, იქ პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელად ჩემი სტუდენტობის მეგობარი დავით დარჩია აურჩევიათ ჩვენებს, ესე იგი ჩვენი პარტიიდან, ახალი პარტია მაქვს ხედულობაში. და დავით დარჩია ჩამოვიდა 3 დღის წინ თბილისში და მიყვება, რომ მოვიდა პოლიციის უფროსი მასთან და უთხრა, რომ რაღა გინდა ამ პარტიაში უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია, ყველა პროცესი დასრულებულია, ირაკლი იქნება პრეზიდენტი და ჯობია იმ გუნდში წამოდი, რაღა გინდა. აი დაახლოებით ესე ის თქვათ ელემენტარული გაუფრთხილებლობა, რაც თქვათ ირაკლიმ გამოიჩინა და შიგნით განიხილა და ვერ მოახერხა ეს ჩვენამდე კოალიციაზე განხილვა და ჩემთვის შეთავსება და შეთანხმება. ეს გუნდით დაიწყო, გუნდმა ეს გაიტანა და სულ სხვანაირად გავრცელდა რეგიონებში. აი ეს გაუგებრობა მოხდა და ისიც თქვათ რომ ვიცე-პრემიერობაც ისევ რეგიონებისთვის იყო იქნება გამოსადეგი, რომ ეს ხმაური რაც გავრცელდა, რომ ეს ხმაური ჩამთავრდეს და ირაკლისთვისაც ეს არაფერი ცუდი არ იქნება ამაში, თუ უფრო მეტ ყურადღებას გადაიტანს. თავდაცვის სამინისტროზე ეს ძალიან სერიოზული სამინისტროა, კარგად მოგეხსენებათ. ნატოსთვის ვემზადებით და ნატოს პროგრამებზე მუშაობთ აქტიურად. და მას ძალიან ბევრი სამუშაო აქვს. და ის რომ ვიცე-პრემიერის პოსტი დაკარგა ირაკლიმ, ეს უფრო რეგიონებისთვის და აი ეს ამჭორებისთვის და აი გუნდმა როგორც გაიტანა ეს, მე მგონი რომ უფრო მათთვის გასაგებად იქნება ეს, რომ ყველაფერი ნორმაშია. ჯერ არავინ არ აურჩევია. კოალიცია არის ერთიანი, ირაკლი არის ჩვენი გუნდისევრი, არის თავრობისევრი და არის კოალიციის წევრი. და ეს პროცესები როგორც ადრე ვამბობდი მე, დღესაც შემიძლია იგივე გავიმეორო, რომ კოალიციაში ჯერ არ დაგვიწყია განხილვა. და ეს დაიწყება უფრო გვიან. განვიხილავ და მოგახსენებთ ყველაფერს და ვიცე-პრემიერი ჯერ არც მიფიქრია, ვინ იქნება მეორე ვიცე-პრემიერი, თქვენ დამატებით შემეკითხეთ, ვინ იქნება ჯერ არ მაქვს პასუხი.